წინა ვიდეოში ორგანიზმის გადამჟავებაზე, ანუ აციდოზზე და მისგან გამოწვეულ ჯანმრთელობისთვის მძიმე შედეგებზე ვისაუბრეთ. ნიშნავს ეს, რომ მისი საპირისპირო მდგომარეობა, ალკალოზი, ნაკლებ საშიშია. სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ. რომელია უარესი, აციდოზი თუ ალკალოზი? დავიწყოთ იმით, თუ რა არის ალკალოზი. სისხლის pH-ი, ანუ მისი მჟავატუტე ბალანსი აუცილებლად 7.35-დან 7.45-მდე უნდა იყოს. თუ ის 7.35-ზე დაბლა დაეცემა, ჩვენი სხეული გადადის აციდოზში, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაში, რომელმაც მკურნალობის გარეშე შეიძლება შოკი, კომა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მაგრამ ისევე საშიში იქნება, თუ pH-ის მნიშვნელი 7.45-ზე მაღლა აიწევს, ანუ ალკალოზი წარმოიქმნება. ეს შეიძლება გაღიზიანების, კუნთების სპაზმების და კრუნჩხვების მიზეზი გახდეს. ორივე მდგომარეობამ, ალკალოზმაც და აციდოზმაც შეიძლება ერთნაირი სიმპტომები, დაბნეულობა, კუნთების სპაზმები და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა გამოიწვიოს, მაგრამ მათი მიზეზები და სპეციფიკური გამოვლინებები განსხვავებულია. სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსი ზუსტად რეგულირდება, რადგან ნორმალური დიაპაზონიდან მცირე გადახრამაც კი მრავალი ორგანო შეიძლება სერიოზულად დააზიანოს. ორგანიზმი სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის შესანარჩუნებლად სხვადასხვა მექანიზმებს იყენებს. ამ მექანიზმებში ჩართულია ფილტვები, თირკვლები და ორგანიზმის ბუფერული სისტემები. ფილტვების როლი ასეთია. ერთ-ერთი გზა, რომელსაც ორგანიზმი ამ ბალანსის გასაკონტროლებლად იყენებს, არის ნახშირორჟანგის ფილტვების მეშვეობით გამოყოფა. ნახშირორჟანგი ოდნავ მჟავეა და ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმის ნარჩენების პროდუქტად წარმოიქმნება. შემდეგ ის უჯრედების მიერ სისხლში გამოიყოფა. სისხლი ნახშირორჟანგს ფილტვებში ატარებს, სადაც ის ამოისუნთქება. როდესაც ნახშირორჟანგი სისხლში გროვდება, სისხლის pH-ი მცირდება, ანუ მჟავიანობის დონე იზრდება. ტვინი ნახშირორჟანგის ამოსუნთქულ რაოდენობას სუნთქვის სიჩქარისა და სიღრმის მეშვეობით აკონტროლებს. რაც უფრო სწრაფად და ღრმად ხდება სუნთქვა, მით უფრო მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა და მით უფრო იზრდება სისხლის pH-იც. სუნთქვის სიჩქარისა და სიღრმის რეგულირებით, ტვინსა და ფილტვებს სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის დარეგულირება ყოველ წუთს შეუძლიათ. თირკმელების როლის შესახებ. თირკმელებმა შეიძლება სისხლის სიმჟავეზე ჭარბი მჟავებისა და ფუძეების გამოყოფით მოახდინონ გავლენა. მათ გამოყოფილი მჟავების ან ტუტეების რაოდენობის შეცვლის უნარი აქვთ. მაგრამ რადგან ისინი ამ კორექტირებას უფრო ნელა ახდენენ, ვიდრე ფილტვები, ამ კომპენსაციას ზოგადად რამდენიმე დღე სჭირდება. ეხლა კი ვნახოთ, რა არის და როგორ მუშაობენ ბუფერული სისტემები. სისხლის pH-ის კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი ორგანიზმის ქიმიური ბუფერული სისტემების გამოყენებას მოიცავს, რომ სიმჟავის ნიშნულის უეცარი ცვლილება არ მოხდეს. ეს ბუფერული სისტემები შედგება სუსტი მჟავებისა და სუსტი ფუძეების კომბინაციებისგან, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება თავად ორგანიზმში. ეს სუსტი მჟავები და ფუძეები ნორმალურ pH პირობებში წონასწორობაშია. რა იწვევს ალკალოზს? ალკალოზის მიზეზები იმის და მიხედვით იყოფა, თუ რომელი წარმოშობისაა ის. რესპირატორული, ანუ სუნთქვიხთი თუ მეტაბოლური, ანუ ნივთიერებათა ცვლის შედეგად. რესპირატორული ალკალოზის მიზეზები შემდეგია. ჰიპერვენტილაცია, მეტისმეტად ღრმა სუნთქვით, ანუ როდესაც ძალიან ბევრი ჰაერი ჩაისუნთქება. ეს მდგომარეობა მეტწილად გამოწვეულია შფოთვით, პანიკის შეტევებით ან მაღალი სიმაღლეებით. მაღალი ტემპერატურა, ამ დროს ნივთიერებათა ცვლის გაზრდილი მაჩვენებელი ნახშირორჟანგის გამოყოფას ზრდის. ღვიძლის დაავადება, ამიაკის შეცვლილმა მეტაბოლიზმმა შეიძლება მჟავატუტოვან ბალანსზე გავლენა მოახდინოს. მედიკამენტები, გარკვეულ მედიკამენტებს, მაგალითად სალიცილატებს, ტვინის სუნთქვითი ცენტრის სტიმულირება შეუძლიათ. მეორე სახის, ანუ მეტაბოლური ალკალოზის მიზეზები ხშირად არის ღებინება, ამ დროს კუჭის მჟავა იკარგება და ეს სისხლში pH-ის ზრდას იწვევს. შარდმდენები, ამ უკანასკნელების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება კალიუმის და წყალბადის იონების გამოყოფა გამოიწვიოს. ანტაციდების გადაჭარბებული გამოყენება, ეს არის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც კუჭში არსებულ მარილ მჟავას ანეიტრალებენ. ბიკარბონატის შემცველი ანტაციდების გადაჭარბებული მოხმარება კი ალკალოზს იწვევს. ჰორმონალური დისბალანსი, ისეთი პირობები, როგორიცაა კუშინგის სინდრომი და ჰიპერალდოსტერონიზმი. ალკალოზის სიმპტომები დაავადების გამომწვევი მიზეზისა და სიმძიმის მიხედვით განსხვავდება. საერთო სიმპტომებია კუნთების სპაზმები, რაც სისხლში კალციუმის დონის შემცირებით არის გამოწვეული. გულისრევა და ღებინება, ხშირად მეტაბოლურ ალკალოზთან ასოცირდება. ღონემი ხდილობა რესპირატორული ალკალოზის ძალიან ხშირი სიმპტომია.
დაბუჟებები ან ჩხვრეტის შეგრძნება განსაკუთრებით კიდურებში. ალკალოზის შემდეგი სიმპტომების პროვოცირება შეუძლია: გაღიზიანება, კუნთების სპაზმები და კრუნჩხვები, ჭიანჭველების შეგრძნება ხელებისა და ფეხის თითების და ტუჩების ირგვლივ, ჩხვლეტების შეგრძნება, პარესთეზია, შფოთვებით გამოწვეული გაძლიერებული სუნთქვის, ანუ ჰიპერვენტილაციის ხშირი შედეგია. ალკალოზის მძიმე ფორმის დროს შეიძლება შემდეგი მდგომარეობები განვითარდეს: კუნთების მტკივნეული სპაზმები, ტეტანია, დაბნეულობა, მძიმე შემთხვევებმა შეიძლება გონების მდგომარეობაზე იმოქმედოს. გულმკერდის ტკივილი, რესპირატორული ალკალოზის დროს ჰიპერვენტილაციის შედეგად. ალკალოზი და აციდოზი ერთი და იგივე მონეტის ორი მხარეა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის საპირისპირო დარღვევებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ალკალოზი გაზრდილი pH-ით, აციდოზი კი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შემცირებული მაჩვენებლით ხასიათდება, ორივე მდგომარეობა შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული შედეგები მოჰყოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ქრონიკულმა ალკალოზმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის რამდენიმე გრძელვადიანი პრობლემა, განსაკუთრებით თუ არ მკურნალობთ. ეს ეფექტები მოიცავს: ელექტროლიტების დარღვევები. ხანგრძლივმა ალკალოზმა შეიძლება ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის და კალციუმის დონის მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ კუნთების სისუსტის და არითმიის მიზეზი ხდება. თირკმლის გართულებები. თირკმელებს ამის კომპენსირება მეტი ბიკარბონატის გამოყოფით შეუძლიათ, რაც სისხლის მოცულობის შემცირებას და შემდგომში დეჰიდრატაციას იწვევს. ძვლის ჯანმრთელობა. ქრონიკულმა ალკალოზმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ძვლის მეტაბოლიზმზე და შესაძლოა ოსტეომალაცია ან ოსტეოპოროზი გამოიწვიოს. ალკალოზის მკურნალობა ორიენტირებულია გამომწვევი მიზეზის მკურნალობაზე და სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენაზე. მკურნალობის სტრატეგიები განსხვავდება იმის მიხედვით, არის თუ არა ეს რესპირატორული ან მეტაბოლური ალკალოზი. რესპირატორული ალკალოზის მკურნალობა. სუნთქვითი ვარჯიშები, ნელი, კონტროლირებადი სუნთქვა დაგეხმარებათ ჰიპერვენტილაციის შემცირებაში. მედიკამენტები. შფოთვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში შეიძლება შფოთვის შემამსუბუქებელი ან დამაშვიდებელი წამლები დაინიშნოს. შანგბადის თერაპია. ჰიპოქსემიის შემთხვევაში შეიძლება დამატებითი შანგბადის მიწოდება გახდეს საჭირო. რაც მეტაბოლური ალკალოზის მკურნალობას შეეხება, ასეთ დროს ხდება ელექტროლიტების ჩანაცვლება. დაკარგული ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმისა და ქლორიდის შევსებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სითხის ჩანაცვლება, დეჰიდრატაციის გამოსასწორებლად და ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად შესაძლებელია ინტრავენური სითხეების შეყვანა. მედიკამენტები. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოყენებული იქნას მჟავეები, როგორიცაა ამონიუმის ქლორიდი ან მარილმჟავა. როგორ შეიძლება ალკალოზის პრევენცია? ალკალოზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რისკ ფაქტორებისა და იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებმაც პოტენციურად ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. აკონტროლეთ მედიკამენტების მიღება, მოერიდეთ ბიკარბონატის შემცველი შარდმდენებისა და ანტაციდების გადაჭარბებულ მიღებას. საკმარისი სითხის მიღება აუცილებელია, განსაკუთრებით ავადმყოფობის ან ფიზიკური აქტივობების და სპორტის დროს. შფოთვების და სტრესის შემცირება მნიშვნელოვანია ჰიპერვენტილაციის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები და ქრონიკული დაავადებებისა და ელექტროლიტების დონის კონტროლი. ორგანიზმში მჟავა ფუძის სწორი თანაფარდობის საფუძველია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება ბევრი ხილითა და ბოსტნეულით, ჯანსაღი ცხიმებითა და ცილებით. ასევე მნიშვნელოვანია დაბალანსებული სულიერი მდგომარეობა, რადგან როგორც ვნახეთ, ნერვიულობა და სტრესი მჟავა-ტუტოვან ბალანსზე და შესაბამისად თქვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ვისაც ალკალოზის საწინააღმდეგო მდგომარეობაზე, აციდოზზე ჩვენი ვიდეო გაინტერესებთ, დაბლა მითითებულ ბმულზე გადადით. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.